მოგესალმებით, მეგობრებო. გავშალოთ თემაზე კონფლიქტური სიტუაცია. რაში მდგომარეობს თქვენი პრობლემები? ძლიერი მიზიდულობა, ძლიერი ცეცხლოვანობა, ნება. ფიზიკური ურთიერთობის ზურვილი, სიჩქარე, რაღაც სიტუაციების სიჩქარე შესაძლოა ისევე მალე დასრულდეს ეს აჩქარებული გადაწყვეტილებები, როგორც დაიწყო, იმიტომ რომ ფიზიკურ ურთიერთობებზეა საუბარი, მოგეხსენებათ. და ეს არის თქვენი პრობლემა, კონფლიქტური სიტუაციის პრობლემა. ახლა რამ წარმოქმნა სიტუაცია, ხო? გავიგეთ, რამ წარმოქმნა სიტუაცია. შეიძლება ითქვას, რომ ურთიერთობაში, როდესაც იმყოფებით, ხდება ფინანსური დახმარება, ფინანსური გაცემა. ვერ ვიტყვი, რომ ხდებოდეს აწონდაწონის გარეშე, მშვიდად და აუღელებლად ხდებოდეს მომხდარად თქვენ ცხოვრებაში, თუმცა გაგჩანს, რომ ეს პრობლემაა თქვენთვის. კონფლიქტური სიტუაციები იქნება ამიტომ. სულიერი მხარე იგივეა ერთი ადამიანის მხრიდან მატერიალურ კომფორტზე დამოკიდებული. სულიერ მხარეში. ახლა გავიგოთ თქვენი წვლილი ამ პრობლემებში, რაში მდგომარეობს თქვენი წვლილი. ძალიან საინტერესოა, როგორც ხედავთ, თქვენ დახმარების ხელს უწვდით ადამიანს. ისთანაც გაქვთ ლტოლვა, მიზიდულობა. მაგრამ გაქვთ სიბრაძე. გაბრაზებთ რაღაცა. მოდი წინასწარ დასკვნებისთვის თავს შევიკავებ და ისი წვლილი რა არის ამ შემთხვევაში? აი ამ კონფლიქტურ სიტუაციაში ისი წვლილი რა არის? ქაოსი. ქაოსი ჩემ კარგებო. წვლილი ის, რომ პირველი ამთავრებს ფითქებადი ხასიათებით, ან რამეს აქციელით, რითაც საბოლოოდ ესმება წერტილი სიტუაციას. მისი წვლილი, რაში მდგომარეობს. ის არის ბაძაწუნა არსება, სულიერებით ბაძაწუნა არსება. თუმცა ძალიან დიდარი ხელმომჭირნე. ჩამოუყალიბებელი პიროვნება. რა უნდა შეიცვალოს მოსაგვარებლად. ის უნდა გაიზარდოს. მასია დამოკიდებული.
მეტი უნდა გაიღოს ენერგიები, მეტი უნდა გაიღოს თუნდაც ფულადი დახმარებითაც. გასაგებია, აქ ხდება ის, რომ ქალი მეტად იბრძვის, ქალი მეტად უწვდის დახმარების ხელს. მისი მეორე ნახევარს იმ შემთხვევაში, როდესაც თulis, რომ ის არის მისი მეორე ნახევარი და ვერ იღებს იგივეს. ეს უნდა შეიცვალოს, რომ როლები უნდა შეიცვალოს მათ შორის. როგორ შევძლებთ მოგვარებას? როგორ უნდა შევძლოთ და უნდა ვისაუბროთ. ერთმანეთში უნდა ვისაუბროთ. ქალმა და მამაკაცმა უნდა ისაუბრონ, აღწერონ თავიანთი შეხედულებები ყველანაირ ასპექტში. დაალაგონ სიტუაცია, დამნაშავე, არადამნაშავე, ეხლა რა ხდება იცით, დამნაშავე და შეიძლება აქ ხარ იქნება ეხლა დიდ დანაშაულებებთან, მაგრამ გულისკენ ცხოდი დანაშაულია და ეს უნდა გაარკვიონ ერთმანეთში, ვის როგორ რა სტკივა და სამართლიანად გადაწყდეს და დამოკვდეს. რჩება ტაროსგან, ბატონებო და გაბატონებო, გადმოგვიყვარდა ტაროს რჩება. ჩემი მეგობრებო, პერსპექტივა არის თითქმის უბრალო პარტნიორამდე დასული მდგომარეობა. მიჩვევა და არასიყვარული. და ეს უნდა გაანალიზოთ. მადლობა მოსმენისთვის.